რატომ გვაპირისპირებენ ერთმანეთს გლობალური ელიტები, რომლებიც ჩუმად მართავენ ჩვენს საზოგადოებას ომების დაწყებით, სადამის დაწესებით და ყველაზე აბსოლუტური, ტოტალური კონტროლის ხელშეწყობით? გლობალისტების გასაგებად უნდა გვესმოდეს მათი აზროვნება. მათი აზროვნების გასაგებად კი უნდა შევისწავლოთ მათი რწმენა და, შესაბამისად, ჩაუღრმავდეთ მათ რელიგიას. და დამიჯერეთ, მათაც აქვთ ასეთი რწმენა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლურმა სამყარომ სუპერმდიდარ ელიტაში ღია ოკულტიზმის უეცარი ტალღა განიცადა. ამას ხელი შეუწყო თეოსოფიური სწავლების გაჩენამ. ნუაურევთ მას თეოლოგიაში. თეოსოფია არის ფსევდოსულიერი, ანტიქრისტიანული, რელიგიურ-მისტიკური, ოკულტური სწავლება ღმერთის პირდაპირი შემეცნების შესაძლებლობის შესახებ ინიცირებულ და რჩეული წრისთვის ხელმისაწვდომი მისტიკური პრაქტიკების მეშვეობით, ასევე ეზოთერიზმისა და სპირიტიზმის მეშვეობით სხვა სამყაროსთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობის შესახებ. თეოსოფიის გაჩენა სრული ტემპით მიმდინარეობდა და ელიტისთვის ერთგვარ საიდუმლო ხობად იქცა, რამაც საბოლოოდ გზა გაუხსნა იმას, რაც დღეს ცნობილია, როგორც ახალი ეპოქის მოძრაობა. ინდუისტური მითოლოგია ჩვენამდე ახალი ეპოქის განმანათლებლობის ეპოქის სუპერმენის ან გაფართოებული ცნობიერების მქონე ადამიანის საფარქვეში მოვიდა. ღმერთმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ხოლო ადამიანს აქვს ღირებულება და ადამიანი იხსნება ახალი ცოდნით, ანუ მისი სულიერი შესაძლებლობების განვითარებით. თეოსოფიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო ელენა პეტროვნა ბლავატსკა. მან თავი გამოაცხადა რაიმე დიდი სულიერი პრინციპის რჩეულად და ამტკიცებდა, რომ ფლობდა უძველეს სიბრძნეს, რომელიც დაფარული იყო უნებლიეთათვის. ის ხელს უწყობდა სინკრეტიზმის სწავლებებს, რომლებიც აერთიანებდა წარმართობას, სპირიტიზმს, ტიბეტელი ბრძენების სწავლებებს, ასტროლოგიას, ძველი ბაბილონისა და ეგვიპტის რწმენას და ბევრ სხვას. არსებითად ბლავატსკი იყო მედიუმი და სპირიტისტი არხი, რომლის მეშვეობითაც ეშმაკი თავის სასიკვდილო დოქტრინებს ავრცელებდა. პირადად მე მხოლოდ მის თვალებში ჩახედვა მჭირდება იმის გასაგებად, რომ დემონი მიყურებს მათი მეშვეობით. 1873 წელს ბლავატსკი პარიზში გაემგზავრა, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვდა ნაკლებად ცნობილი მეცნიერების მცირე ჯგუფს, რომლებიც თავს მისტიკოსებად და სპირიტუალისტებად წარმოადგენდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფი შეპყრობილი იყო ეზოთერული რწმენით, გნოსტიციზმით და სატანიზმითაც კი. ბლავატსკი 1875 წელს ნიუ-იორკში თეოსოფიური საზოგადოების თანადამფუძნებელი იყო და აცხადებდა ზებუნებრივ კავშირს არსებებთან, რომლებსაც მაჰათებს, ანუ ოსტატებს უწოდებდა. იგი ამტკიცებდა, რომ ესენი იყვნენ ოდესღაც განმანათლებლური პიროვნებები, რომლებმაც უარი თქვეს ნირვანაში შესვლაზე და აქ დარჩნენ მოვლენების გასაკონტროლებლად. იგი ამტკიცებდა, რომ ამ არსებებმა დაეხმარნენ მას თეოსოფიის შესახებ ფუნდამენტური წიგნების დაწერაში, მათ შორის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომის, საიდუმლო დოქტრინის დაწერაში. თეოსოფიასა და ბლავატსკის ვახსენებთ, რადგან მათ მიერ წამოწყებული მოძრაობა კონკრეტულად ზედა კლასებისკენ იყო მიმართული. ამან გამოიწვია მრავალი წამყვანი პოლიტიკოსისა და ფინანსისტის ჩართვა ოკულტური ფესვების მქონე საიდუმლო საზოგადოებებში. აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფები წარსულში არსებობდა ფისოვანი ჯვრიდან და მასონებიდან დაწყებული შუა საუკუნეების ალქიმიკოსებით დამთავრებული, რომლებიც თავიანთ ოკულტურ შეხედულებებს კოდირებულ ტექსტებში მალავდნენ. მაგრამ აქამდე ისინი არასდროს ყოფილან ასე ღიად მცდელობებში. მათ პატივსაცემად უნდა ითქვას, რომ ადრეული თეოსოფები ძირითადად აპოლიტიკურები იყვნენ, სულ მცირე გარეგნულად და ეწინააღმდეგებოდნენ პოლიტიკურ ჩარევას ადამიანების ცხოვრებაში. თუმცა ისინი ეჭვობდნენ, რომ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ იმ დროს დასავლური მთავრობები ქრისტიანულ და კონსერვატიულ ღირებულებებზე ტრიალებდნენ. როდესაც პოლიტიკოსები ღმერთს სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ, თეოსოფების ინტერესი მთავრობის კონტროლის მიმართ იზრდებოდა და პრაქტიკაში მოძრაობა სულ უფრო პოლიტიკური ხდებოდა. ეს სულიერი სისტემები უცვლელად წარსულის წარმართული ღვთაებების გარშემო ტრიალებდა, რომელთაგან ბევრი ბაბილონური ან ძველი ეგვიპტური წარმოშობის იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თეოსოფია არაერთხელ ახსენებს ლუციფერს, რომელსაც ასევე უწოდებენ სინათლის მატარებელს, სინათლის ანგელოზს, პრომეთეს, რა თქმა უნდა, სიმბოლურად დრაკონს, ცისკრის ვარსკვლავს ან სატანას. რა თქმა უნდა, თანამედროვე ლუციფერიანელები ყოველთვის უარყოფენ, რომ სახელ ლუციფერს რაიმე კავშირი აქვს სატანის ბიბლიურ ფიგურასთან, მაგრამ ეს ტყუილია. თავად ბლავატსკი ამ ორ პერსონაჟს სინონიმად მიიჩნევდა თავის წიგნში საიდუმლო დოქტრინა. იგი წერს, ახლა კი დამტკიცებულია, რომ სატანა, ანუ წითელი ცეცხლოვანი დრაკონი, ფოსფორის ნავი და ლუციფერი, ანუ სინათლის მატარებელი, ჩვენში არიან. ეს ჩვენი გონება, წერს ბლავატსკი საიდუმლო დოქტრინაში და აგრძელებს. ეს არის სატანა, ჩვენი პლანეტის ღმერთი და ერთადერთი ღმერთი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. ამ გამოცემის გარეკანზე გამოსახულია მე-19 საუკუნის მასონი და პიონერი ჰელენა ბლავატსკი. მან დაწერა, რომ სიბნელე აბსოლუტური სინათლეა, რომ სატანა ჩვენი პლანეტის ღმერთია და რომ ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ. სიბნელე სინათლედ იყიდება.
სატანა შენიღბულია. ის დეტალებშია. ლუციფერიანელები და ოკულტისტები ასევე ამტკიცებენ, რომ ქრისტიანულ ბიბლიაში ლუციფერის სახელი მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული და რომ ეს ორი ფიგურა ერთმანეთთან დაუკავშირებელია. ისევ და ისევ ეს თავისთავად ტყუილია. სინამდვილეში ბიბლია სატანასთან მიმართებაში რამდენჯერმე ახსენებს სინათლის მატარებელს, სინათლის ანგელოზს და დრაკონს და ყველა ეს სახელი ელიტას მიერ გამოიყენება იმ ფიგურის აღსაწერად, რომელსაც ისინი ლუციფერს უწოდებენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველ საუკუნეში მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში წერდა და გასაკვირი არ არის, რადგან თავად სატანა საკუთარ თავს სინათლის ანგელოზს უწოდებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ელიტური ჯგუფი იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა სინათლის მატარებელი ან ლუციფერი, ისინი სინამდვილეში სატანასა და ეშმაკს გულისხმობენ. და ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული განხილვის საკითხი, ეს ნამდვილად მათი რელიგიის ნაწილია. მაგრამ ჩვენს დროში ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ვის აინტერესებს? ეს ყველაფერი მითიური ხულიგნობა და ფანტაზია. განა ასე არ არის. ამაზე პასუხის გაცემა კითხვით შეიძლება. განა ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირთა ღრმად ფესვადგმული რელიგიური შეხედულებები არ თამაშობს როლს მათ გადაწყვეტილებებში. განა მათი რწმენა არ გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ აკეთებენ ისინი იმას, რასაც აკეთებენ. თუ გსურთ იცოდეთ, რატომ აწარმოებენ გლობალისტები ნამდვილ მასების გონებისთვის, არ შეგიძლიათ უგულებელყოთ მათი რელიგიური მოტივები, რადგან ის, რაც ზოგიერთისთვის ფანტაზიად ჩანს, ხელისუფლებისთვის ძალიან რეალურია. მაგალითად, ყველა მარიცის, რომ გაეროს აქვს არაკომერციული ორგანიზაცია სახელწოდებით ლუცის ტრასტი, რომელიც 1922 წელს ოკულტისტმა ალის ბეილიმ დააარსა. ლუცის ტრასტი შეტანილია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეესტრში და განათლების, პუბლიკაციებისა და სხვა პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს სულიერ განვითარებასა და მშვიდობას. ისინი ასევე მუშაობენ ცნობიერების გაფართოებასა და პლანეტაზე უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. ამ ორგანიზაციის თავდაპირველი სახელი იყო ლუციფერის ტრასტი, რაც რუსულად ითარგმნება როგორც ენდე ლუციფერს ან ენდე ლუციფერს. გასაკვირი არ არის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა მოძრაობა მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს ახალი ეპოქის მიმდევრებს. ლუციფერის ტრასტი რეგულარულად მოიხსენიებს ბლავატსკის ნაშრომებს, როგორც თავისი ორგანიზაციის შთაგონების წყაროს. გაერო დღემდე აგრძელებს ლუცის ტრასტთან თანამშრომლობას და ამის დადასტურება მარტივად შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რა უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა შეუძლიათ მათ ჩვენი პლანეტისთვის, თუ გლობალიზმის ბირთვი სატანისტურ იდეებზე იქნება ორიენტირებული. სწორედ აქ მდებარეობს ალის ბეილის ბიბლიოთეკა. თუ ხედავთ, მას აქ უამრავი ტომი აქვს ახალი ეპოქის მოძრაობასა და სპირიტიზმის შესახებ. და ეს ტომები აქვეა ლუცის ტრასტის ბიბლიოთეკაში, რომელიც ლონდონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით მდებარეობს. იეზუიტების ისტორიის გამჟღავნება. ეს იეზუიტებსა და სპირიტიზმს შორის კავშირს აჩვენებს. აქ იოგაზე საკმაოდ ბევრ წიგნს ვხედავ. გნოსტიკური სახარებები. არსებობს რამდენიმე წიგნი ასტროლოგიაზე, ტელეპათიასა და სხვა მრავალზე. სპირიტიზმის აღმოსავლური ფორმები, როზენკროიცერების სახელმძღვანელო და აქ არის სხვადასხვა წიგნები მაგიაზე. და ეს არის ბლავატსკაია, საიდუმლო დოქტრინა. ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, აქ არის. რამდენი დაცემული ანგელოზი უნდა იყოს ამ ადგილას, რადგან აქ მხოლოდ იდეოლოგიებია. ჩემო მეგობრებო, მინდა რაღაც გაჩვენოთ. ლუცის ტრასტის ვებსაიტზე შევედი და იქ შემდეგი წერია. Google ტანჯულის გამოყენებით თარგმნე. აი როგორ ხსნიან ისინი თავიანთ სახელს, ლუცის ტრასტს. აქ წერია ლუცის ტრასტი. ლუკისი ლათინური სიტყვა ლაციის ფორმაა, რაც სინათლეს ნიშნავს. შემდეგ ლუცის ტრასტი მოკლედ ხსნის, თუ რას წარმოადგენენ ისინი. ლუცის ტრასტი მსოფლიოს ყველა ადამიანისთვის ახალი და უკეთესი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, რომელიც კაცობრიობისთვის ღვთაებრივი გეგმის შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. მდგრადი ურთიერთდამოკიდებული გლობალური საზოგადოება. მისი დამფუძნებლის, ალის ბეილის ეზოთერული ფილოსოფია მის საქმიანობას უდევს საფუძვლად. და საიტის სათაურში ასევე წერია, სიყვარულისა და სინათლის გეგმა ახდება. ანუ ისინი თვლიან, რომ სატანის გზა სიყვარულისა და სინათლის გეგმაა. ასე თავდაკირად დგება ყველაფერი. მომზადებულია წითელი აბისთვის, გამოწერა და გაზიარება არ დაგავიწყდეს.